არის თუ არა უსაფრთხო ყველი, რომელსაც ბაზარში ან ქუჩაში ვყიდულობთ და რამდენად ემთხვევა ბანერზე დატანილი წარწერა სოფლის პროდუქტი მისი წარმოშობის ადგილს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველი ეტიკეტირებული არ არის. ძალიან მეპარება ეჭვი, რომ ბაზრებში, ბაზრის დახლებზე არის გლეხის ყველი. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ზოგადად მთელ საქართველოში ნედლი რძის პრობლემა. ანუ არ გვყავს იმდენი საქონელი, რამდენიც რძე მოეწოდება მდინარეებად ეგრეთ წოდებულ მწარმოებლებს. საერთაშორისო სურსათის უსაფრთხოების ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ არასათანადოდ დამზადებული რძის პროდუქტები ერთ-ერთი გავრცელებული წყაროა საკვებით გამოწვეული ინფექციებისა. განსაკუთრებით რისკი შემცველი არა პასტერიზებული რძისგან დამზადებული ყველი, სადაც შეიძლება განვითარდეს ისეთი ბაქტერიები, როგორიცაა სტაფილოკოკი, სალმონელა და ნაწლავის ჩხერი. სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ რისკი მხოლოდ ნედლეულში არ არის, დაბინძურება შეიძლება მოხდეს წარმოების პროცესში, როდესაც არ არის დაცული ჰიგიენა ან შენახვის ეტაპზე, როცა პროდუქტი ინახება ოთახის ტემპერატურაზე ქუჩაში ან მზის ზემოქმედების ქვეშ. ასეთ პირობებში ბაქტერიები სწრაფად მრავლდება და პროდუქტი შესაძლოა რამდენიმე საათში გახდეს ჯანმრთელობისთვის საშიში. გუში დიდუბის ბაზარში ვნახე მაცივარში ჩადებული საჩხერის ყველი ფოტოც კი მაქვს მე ეთერის მე გაჩვენებთ ამ ფოტოს გამიხარდა რომ უკვე მაცივარი დადგა იმ რაღაცა ის ბაზარია ჩვეულებრივი ვაჭობენ ხილით მწვანელით ბოსნეულით ღია სივრცეში ხორცით ღია სივრცეში ყოლით და ამას აქ გამოტანილი მაცივარი მართალი მაცივარი ჩართული არ იყო მაგრამ უკვე გამიხარდა რომ მაცივარი დადგა ხვდებით შიგნით ყველი არ იყო კარგად და დარწმუნებული ვარ და ერთხელ მაგ ექსპერიმენტს აუცილებლად ჩავატარებ და მოგახსენებთ მე შედეგს არ იყო ნატურალური ყველი ნამდვილად ვიზუალზე მე კარგად ვატყობ ნატურალურ ყველს და ფხვნილისგან დამზადებულს და კიდე სხვა მინარევებისგან დამზადებულს მაგრამ უკვე მაცივარში რო ჩადო საინტერესო ყანუ ღია სივრცეში არ დაყარა გვერდით ღია სივრცეში ეყარა ნელა მივალთ იქამდე რომ პასუხისმგებლობა გამყიდველის და მყიდველის იყოს გათანაბრებული გულისრევა, ღებინება, მუცლის ძლიერი ტკივილები და დიარეა. ეს არის ის ძირითადი ნიშნები, რომლებიც შესაძლოა სტაფილოკოკით დაბინძურებული ყველის მიღებას მოყვეს. განსაკუთრებით მაღალია რისკი ბავშვობისთვის, ხანდაზმულებისთვის და სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებისთვის. შვილი მიკვდებოდა 4 დღე იყო კომაში ჩემი შვილი ლუკა, მოიწამლა გუდის ყველით. დღემდე განვიცდი ამას, არასოდეს არ მithქვამს, იმიტომ რომ მე ვარ კომაგი. მაგრამ იყო არასათანადოდ დამზადებული და ის 4 დღე იყო კომაში. მოიწამლა, ორივე ფილტვი გაუჩერდა, ჰქონდა სტაფილოკოკური მოწამლა და როცა დავთესეთ მისი ასე ვთქვათ, შიგთავსი რაც ჰქონდა მიღებული წინა დღეს საკვებად, აღმოჩნდა ძალიან დიდი რაოდენობით სტაფილოკოკი. მეტი რა გითხრათ. საკუთარი შვილი მიკვდებოდა სტაფილოკოკური მოწამვლით. როგორ არ გაგაფრთხილოთ, როგორ არ გითხრათ, რომ ყველაზე ზემგზნობიარე ნედლეულია რძე და ყველაზე ზემგზნობიარე პროდუქტია ყველი.